კინოზე ვისაუბრეთ დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად. თქვენთვის ძალიან ცნობილი და საყვარელი მსახიობი, რომელიც მე მგონი სამსახიობო ამპლუის ყველა ჟანრში მუშაობს, დაწყებული თეატრიდან დამთავრებული ესტრადით. ჯანო იზორიას განსაკუთრებული წარდგენა ჭირდება მსახიობი და ნიკოლოზ გუგუშვილი, რომელიც არის ასევე ჩვენი რეჟისორი და პროდიუსერი და რატომ არიან ისინი დღეს ჩვენთან? კიდევ იმიტომ, რომ კიდევ ერთი ახალი ქართული ფილმის თაობაზე გვინდა ვისაუბროთ, თუმცა ალბათ ეს კოპროდუქციაა უფრო ვიდრე მხოლოდ ქართული, მაგრამ ჩვენ დავარქოთ, რომ ქართულ ენოვანი ფილმია და ამიტომ ძალიან გვიყვარს, რომ ქართული ფილმია. ფილმი, რომელსაც ქვია კარს მიღმა, ხო? და რომელმაც უკვე ბევრი პრიზი მოიპოვა ფესტივალზე, მათ შორის ბერლინის მეტრაჟიანი ფილმების ესე ქვია ფესტივალზე, short films ფესტივალზე, კი ბატონო და ფოტოშოუს მოკლემეტრაჟიანი ფილმები მე ძალიან მიყვარს, ისე როგორც მაყურებელს ბევრს ძალიან, იმიტომ რომ ძალიან სხარტად მოკლე დროში და მოკლე ფორმატში ითქმება სათქმელი და შეიძლება არ არის ეს გაჭიმული ძალიან ბევრი ფოტოშოუს მხატვრული ფილმი, რომელიც მენახავს სრულმეტრაჟიანი, ის რომ ყოფილიყო მოკლემეტრაჟიანი, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე სპეციალურად გადაჭიმული ქრონომეტრაჟის გამო და გაწერილი. ასეთიც კინემატოგრაფში ძალიან ბევრია, მათ შორის ქართულში და მათ შორის უახლეს ქართულ კინემატოგრაფში განსაკუთრებით. მე ეს ფილმი არ მინახავს, მაგრამ თემატიკა ჩემთვის ტრეილერიც ვნახე და სინოფსისიც წავიკითხე, ცნობილია, ის ეხება ემიგრანტის ცხოვრებას, ემიგრანტის ძმასთან ურთიერთობას, ოჯახთან ურთიერთობას, ტყუპისცალის, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებულები არიან. თემატიკა თითქოს არ ახალია. არ ახალია, ოჯახში ერთი განსხვავებულია, მეორე არა, ეს თემა ძალიან ხშირ შემთხვევაში გვხვდება ხოლმე, მოყოლებული კლასიკური ხელოვნებიდან ვიდრე დღემდე. რატომ გახდა ეს როგორც პროდიუსერს გეკითხებით ამ შემთხვევაში და ვინ არის შემოქმედებით ჯგუფი თქვენ წარადგინეთ, რატომ არის ეს თემა კვლავ აქტუალური დღეს ჩვენთვის? კი ბატონო, მე გახლავართ ნიკოლოზ გუგუშვილი, პროდიუსერი. ჩვენ სტუდიის ქვეშ გაკეთდა ეს და რეჟისორი არის ნოდარ მარშანიშვილი არის რეჟისორი. სცენარი მისივე არის სცენარი, კი ბატონო და ეს ჩვენ ერთობლივი ვინამუშევარი გავაკეთეთ კინოცენტრის დაფინანსებით 2 წლის წინ და ნოდარი ჩვენთან რომ მოვიდა ამ სცენარით, ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო ერთის მხრივ, როგორც თვითონ თემიდან გამომდინარე სცენარიც და ასევე სამსახიობო მიმართულებითაც ეს ტყუპისცალზე რო იყო საუბარი, რომლებიც რადიკალურად განსხვავებული როგორც ვიზუალის, ასევე ცხოვრების წესით. კი, ეს იყო საინტერესო გამოწვევა როგორც თემატურად, ასევე შემოქმედებითად. რაზეც თავისთავად მაშინვე ესე ვთქვათ შევიტანეთ კონკურსში და გავიმარჯვეთ და დავიწყეთ აქტიურად უკვე მერე მოსამზადებელი და ამ ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა ძირითადი ბერლინში. ბერლინშია ხო ემიგრირებული ეს? კი, ეს პერსონაჟი არის იმიგრანტი ქართველი, რომელიც არის ლოქსმიტი, ანუ კარის ხელოსანი, ცხოვრობს თავისი ცხოვრებით. და მას არ აქვს ძალიან დიდი ხანია უკვე მის ტყუპისცალთან კონტაქტი, ურთიერთობა. ამათ ყავთ მესამე ძმა, უფროსი ძმა, რომელსაც თამაშობს არაჩვეულებრივი ლეგენდარული მსახიობი მერაბ ნინიძე და აი თითქოს ეს დამაკავშირებელი ხიდი ამ ორ ტყუპისცალს შორის არის უფროსი ძმა, საიდანაც გებულობენ ერთმანეთზე, ესე რომ ვთქვათ, ამბებს და ფილმის ბოლოში ხა აღარ დავასრულებ. იმედია ჩვენ მაყურებელი ნახავს ამ. კი, აუცილებლად. ისაც მოკლეა. კი, იცით რა არის, ანუ ეხლა საფესტივალო ცხოვრებას გადის. ჩვენ ახსენეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ბერლინში, რომელშიც მოიგო მთავარი ნომინაცია საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ეხლა აპრილში მივდივართ ბევერლი ჰილსში. იქ ბევერლი ჰილს ფილმ ფესტივალ არის, ისეთი B კატეგორიის, თუმცა ძალიან ესეთი ცნობილი ფესტივალი, სადაც წარვადგენთ ამ ფილმს, ასევე კომპეტიშენში არის საკონკურსო სექციაში და მე ჩვენც ნახავთ. ეხლა რა მინდა გითხო, შენ რომელ ძმას თამაშობ თუ ორივეს?
მე ორივეს თამაში. ორივეს. ანუ ესე იგი მსგავსი ტყუპის ცალები არიან. ორივეს. აი ახლა აი ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა სწორედ ეს მომენტი. ერთი რომ თვითონ ეს ცნობები განსხვავება არ გავყიდი ინტრიგას, მაგრამ ცოტათი სარისკო არის ხოლმე ასეთი ტიპის სახეების შექმნა ჩვენს ქართულ კინემატოგრაფში. ერთ-ერთ ძმას გულისხმობ. რამდენად რთული იყო ამ ამაზე მუშაობის პროცესი და რამდენად საინტერესო თვითონ შენთვის აღმოჩნდა ეს სცენარი. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და იმ კომპლიმენტისთვის, სწორედ მსახიობის მარტივად რო ვთქვა, თითქოს ბანალურად ჟღერს, მაგრამ განსხვავებული ყველა სფერო გაქვს, ყველა რასაც სცენა ქვია, ყველგან. იცეკვე იმღერე, ცეკვა მღერი, თამაშობ, იქაც ყველგან. როგორ რანაირად ეგ ხო, მაგრამ არა, მაგაზე შენი პოპულარობა მეტყველებს. ამ შემთხვევაში ეს ძალიან საინტერესო და ისეთი გამოწვევა იყო და სწორედ ამ საკითხზეც გეფიქრება ადამიანს, რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად მიწიერად და იმდენად რეალურად ეს თითიდან გამოწვეული ამბავი არ არის ეს, როგორც აღნიშნეთ კლასიკური ხელოვნებიდან კი რა ქცეების არსებობიდან დღემდე ყოველთვის იყო ადამიანები რაღაცნაირად განსხვავებული თავისი შეხედულებით და თავისთავად ეს ორივე საინტერესო, ორივე რომ მე უნდა მეთამაშა მსახიობური იმიტაცია საინტერესოა რა თქმა უნდა და საინტერესო იყო იმიტომ რომ ორივეს მდგომარეობა ასე თუ ისე ცოტა ისეთი ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მოგვიწია, იმიტომ რომ დამტკიცებული თავისთავად ვიყავი, უნდა და ვეღე ამ ფილმში ნოდარს რეჟისორს, მაგრამ უცებ მოვყვები რომ ამერიკაში უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ეპიზოდი. ამის გამო მე ვიზა არ მქონდა, ვერ მოახერხე, მაშინ უფრო დაძაბული იყო კოვიდიც და ნუ თავისთავად ეს თემა და ამიტომ თან მერაბნიძე რო თამაშობს, ეგეც რო გავიგე, ახლა მსახიობი რო ხარ ახალგაზრდა ქვია, ასეთ ადამიანთან მთელი ნერვიულობა რა თქმა უნდა, ვაიმე რა ვერ ხერხდება და როგორ და მე გადაწყვიტა ნოდარმა რომ მოდი რა ამ ერთ ძმას გადავიყვან ბერლინში და ის ძმა იქნება ნუ თავისთავად ის ინტერიერშია მოქცეული ეგეთი ეპიზოდია მოდი ეგ იყოს აქ გაკეთებული ახლა ყველაფერი შესაძლებელი აქაც გააკეთება ამერიკაში რასაც რა თქმა უნდა ხა პრობლემაა დღეს ეხლა კი არა მაშინ აკეთებდა 40 წლის ეს გადაწყვეტილება რომ მეიღო წონას ვიკლებდი და ამ დროს მირეკავს ორი თვით მე მან კიდე გააკეთა რაღაც ალტერნატივას ეძებდა და მითხრა რომ უნდა გადაგიღო და ერთი კითხვა მაქვსო და რა მეთქი და თან დღესასწაულებზე დაარეკა და ცოტა ნაბახოს ვიყავი და წონაო და მე ვთხარი შენ წარმოიდგინე მაინც მსახიობი ბოლომდე იმედს იტოვებს იქნებ რა მოხდეს და კინოში ბევრი რამე მოხდა რა თქმა უნდა სულ შემთხვევით კი და გადაწყდა ასე ეს ამბავი და ბერლინში აი მართლა საინტერესო გადაღებები გქონდა ესე ჩავედით ხულიგნურად და დავიწყეთ აი ხულიგნურად და ისე აი რაღაცნაირად გამართლდა ხო იცი აი გზადაგზა რო იმართლებს რაღაცეებში რო იქ მეტროში გადაღება იყო პარკში იყო მელდეონსონის საფლავი იყო იქ გვერდზე იყო ის კადრი სადაც არის ეგ ამბავი და საინტერესო რა თქმა უნდა იყო იმიტომ რომ ორივეს მდგომარეობა მე აი ამ ტექნიკურად მოგვარების საკითხი მსახიობს მაგას ვამბობ ხოლმე რომ კინოში მით უმეტესად თეატრში გააკეთეს პროცესი ასე პროცესია მთლიანი და იქ არის კინოში ცოტა რაფად კეთდება დაჩქარდა ციფრული აპარატურა ტექნიკა მაგრამ ყოველთვის ვამბობ რომ ეს არ უნდა დაჩქარდეს მუშაობა რომ მსახიობი საამისოდ მომწიფდეს ხო მაგრამ თქვენ უნდა შეეგუოთ მაგ პროცესს რომ სხვანაირად არ გამოგიყვება აჩქარდეს უნდა თქვენი სამუშაო პროცესი და როლთან მისვლაც. ამიტომ ეს ამბავიც რო იყო, თავისთავად ორივე მდგომარეობაში, ახლა აქეთა მდგომარეობა და მე ადამიანურად წარმოვიდგინე, რომ რეალურად ეგ ამბავი იყოს, რანაირად ისეთია რა. ჰაუ და ასე ხარი-ხარალეთი მიღებაც არ არის, როგორც ჩემი გამომდინარე, ვაკეთებდი დასკვნებს, რომ მაგრამ ეს ამხელა ისეთი სატარებელი ამბავია, მაგრამ მე ხდება რომ აი ნუ რაღაცნაირად ამის ნახე რამხელა, ჯან ამხელა ინტრიგა დავტოვეთ მაყურებლისთვის, იმიტომ რომ არ ვამბობთ რეალურად როგორები არიან ეს ძმები. და იმ მაყურებელი აუცილებლად დაინტერესდებოდა ამით. ბოლოს ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა. 2 წუთში მინდა გავიგო, ძალიან რთულია დღეს ფილმის გაიტანო და ამას ცალკე ამბავი შეიძლება გადაიღო გადასარევი ფილმი, მაგრამ გედოს და ვერსად ვერ წაიღო. როგორ რამდენად რთულია ეს პროცესი დღეს თქვენთვის და როგორ აქცებს მიმართავთ? ერთს დავამატებ, არ მინდოდა გამომჩენოდა კონკრეტულად მეორე ტყუპის სალზე მეიქაპ არტისტი იმუშავა მადონა ჭანტურიამ, რომელმაც შექმნა ის პერსონაჟი, ძალიან მაინტერესებს. რაც უკვე ტრეილერში არ არის ეს პერსონაჟები არც ერთი და ძალიან საინტერესო. რაც შეეხება ხო
უკვე ფილმის მიტანას რაც ფესტივალამდე ნუ ეგ უკვე ესეთი პოსტ პერიოდია, რომელსაც ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება სხვადასხვა ფესტივალებზე გაგზავნა. პირადი კონტაქტებიც ალბათ. იცით რა არის, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია იცნობდე საინტერესო ფესტივალების დირექტორებს, ვისთანაც პირდაპირი კომუნიკაცია გაქვს, უფრო მარტივდება შემდეგ ფილმის მოხვედრა ფესტივალზე, იმიტომ რომ გაქვს პირდაპირი კომუნიკაცია, ნდობის საკითხია, თავისთავად ყველაფერი პირდაპირ კომუნიკაციაზე დამოკიდებული. მაინც დიდი წარმატება მინდა ვუსურვო თქვენ ფილმს და ვფიქრობ, რომ მართლა სულ მოუთმენი ველოდებით ყველანი იმას, თუ რას ჩამოგვიტანენ და იმ პატარა მოკლემეტრაჟიან ფილმში ძალიან ბევრი რამ დევს. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის, მე ვემშვიდობები მაყურებელს, ხვალ ჩემი კოლეგები შეგვხვდებიან, მე ზეგამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. დიდი მადლობა.